ოჰოჰო, რა ცხელია და რა სურნელი ტრიალებს. 1 2 3. ბავშვობაში მოგზაურ. მე საიდუმლოს გეტყვი. აუ რა მაგარია. რა ვიცი. მირუჯულ, მორუჯულ, გარუჯულ. არ გვიმხელს არაფერს. ყველაფერს საიდუმლოდ გვიტოვებს რა. ოჰოჰოჰო. მე გეტყვი ჩუმად. ქონდარი და დრო დადგა ჩვენ თავარ გმირს მოვაცხოთ. გადასარევია, გადასარევს. რეჰანს გავუმარჯოს. ბრავო. ეს სერიოზული კებზია. ყველა სეკრეტი ეთქი, ხო? ხო. შემდეგი ეპიზოდის დროც დადგა. აი ამას ხო ხედავ. ეს არის ბარაქიანობის ნიშანი. ეს არის ხარისხის ნიშანი და ჩემთვის ბარაქიანობაც ხარისხიც ასოცირდება ერთ უმშვენიერეს ადგილას, რომელსაც ქართული სახლი ქვია. ორი თავის საქმის პროფესიონალი ოქროს ადამიანი უნდა გაგაცნო. ბატონი საშა, აქაურობის ბატონ პატრონი და მთავარი შეფი და ანდრია კურაზბედიანი, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ბატონ საშა მოგესალმებით. დიდი ხნის მეგობარი და თავის საქმის უბადლო შემსრულებელი, პერფექციონიზმის პიკი. როგორ ახარბათ? თქვენ ვიდეოებს უყურებ, ძალიან მომწონს. და აი დასაწყისში რო ვთქვი, რომ ხარისხთან, გემოსთან და რაღაც ესთეტიკასთან ასოცირდება მეთქი, ზუსტად ამ ვიდეოში ამოვიკითხე თქვენი ესთეტიკა და ძალიან მიხარია, რომ ესეთ კარგ კონტენტს ქმნით. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ ვიდეოს, რო არ გამიგრძელდეს დიდად საუბარი, რას ვაკეთებთ პირველ რიგში? ვაკეთებთ ღომს, ხომს ახალი ყემალით და მეტი აღარ გააგრძელოთ. არა? აღარ გააგრძელოთ. მეც აღარ ვაგრძელებ. ისეთ რამეს გავაკეთებთ, რომ აი ყემალთან რო ასოცირდება. ჯერ არ ვიტყვით რა არის. მაგრამ პირველ რიგში მე რა უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მეგობარი არის შავი ლომი და კერძოდ შავი მე რომ მიყვარს რა და ანდრია შენ შავს მიიწვე ხო? სანამ ვიდეოს დავიწყებდით და აღნიშნავდით სხვადასხვა დეტალებს გავივლიდით ჩვენმა უპროსმა ადამიანმა გვითხრა რომ აპა უყვარს ძალიან და აქედან გამომდინარე აღარ გავაყოვნე და გამოვიძახე ვოლტიდან აპა შავი ლომის აპა და მოგვიტანე ასე რომ ბატონო შასა არ დაგტოვეთ უყურადღება და აპაც გვაქვს ჩაუძახოთ ყინულში რომ ცივად გქონდეს რა და მე და ბატონი შაშა კიდე მანამდე გავისაუბრებ ჭეშმარიტ ვიცი მე ჭეშმარიტად ვოლტის მომხმარებელია მართლა ხო მეც სხვათა შორის შავს მივთ მე თქვენს თუ ბატონ საშას მიბაძავთ შავს შენ ვიდეოებს უყურებ შავის გარდა დალევა აღარ მოგიყვარს როგორც მე დავასხავ როგორც მე ვასხავ ხოლმე მე როგორც მიყვარს რა აი ეს უნდა დაგიძახოს უბრალოდ რა აი ესე თქვენ შრომას გაუმარჯოს თქვენ გარჯას გაუმარჯოს და მე გამიმარჯოს რა გაუმარჯოს რა თქმა და ჩვენ ერთიან საქმეს გაუმარჯოს რასაც ქვია გემრიელად მირთმევა ვიდეოს ბოლოში. ქართული მამაპაპური, ტრადიციული სამზარეულოს, აი სიყვარული. გაუმარჯოს. ესე იგი, ნახე რატო დავასხე ესე, ამას ვავთ ერთ მოყუდებაში ერთ კლუბში. არა. აბა 1 2 3. წავით. ვიწყებთ, როგორც აღვნიშნეთ, ღომით და ტყემლით. ორივეს გვჭირდება დიდი ქვაბი, იმიტომ რომ იმხელა ბაღჩეული კულტურები და იმდენი გვაქვს წარმოდგენილი, რომ პატარა ქვაბი არ გვეყოფა, დიდი ქვაბები გვჭირდება. მე და ანდრია ეხა ბატონო საშა მოგიტან. მანამდე თქვენ ეხა ვინც ვიდეო ჩართო, ვინც უყურებს და ძლივს მიაგნო დიდ სოციალურ ქსელებში, რა თქმა უნდა, ჩვენი არხი უნდა გამოიწეროთ, რომელსაც რეჰანი კუკინგი ქვია, გააქტიუროთ ზარიზღილაკი კიდე და კომენტარები დაწერეთ თუ შემდეგ ვიდეოში რა გინდათ რომ იხილოთ. დღევანდელ ვიდეოში კი ვაკეთებთ ღომს, ყემალს და ერთ კიდე საინტერესო კერძს, რომელსაც ასოციაციურად ალბათ თქვენც მიხვდებოდით, ყემალს რა შეგაჭმევს ხოლმე ხშირ შემთხვევაში.
ღომთან, ტყემალთან, ახალ ტყემალთან ერთად ყველაზე გემრიელად რა იჭმევა? გოჭუნია. კანატუნა მრგვალად შეპიწყინებული ცეცხლზე გოჭუნია. აი აღარ მინდოდა ეხა ტყემლის ლოდინი, ღომის ლოდინი. თან რაღაცა უნდა ამოუზილოთ, ხო? აჯიკაში. შევასრულებთ. მწვანე აჯიკაში, წითელ აჯიკა, მწვანე აჯიკა, ყველაფერში. კარგი დავიწყოთ, რა ვიწყოთ. ღერღილი მოვათავსოთ ქვაბში. ღერღილი ყო გარეცხილი ყო. ღერღილი გარეცხილი. და დაგახვედრით. მადლობელი. მადლობელი, დრო წავიგდეთ წინ ესე იგი და ვინც ახლა გვიყურებს, რა თქმა უნდა, ღომის მომზადების დროს ღერღილის გარეცხვა უმნიშვნელოვანესია. და გამდინარე წყლის დროს, როდესაც რეცხავთ, თქვენ თვითონვე მარტივად მიხვდებით, როგორც კი თეთრი წყალი აღარ გაზდის, ესე იგი უკვე ღერღილი იმ დონეზეა მისული, რომ შეგიძლიათ ჩაუძახოთ ქვაბში. თან ხშირად კითხულობენ ხოლმე ჩვენი შიფი საიდან არის? ხო. მე გამოვიცნო. საიდან? სამარგალი. აბა. ხოდა ხომთან ეხა როგორი გარეცხილი იქნება, ხო წარმომიდგენია, რომ რამე შავი ერთი წერტილი წაუნაშობას. კარგი, ანდრია დაიწყებს ღერღილით, მე დავიწყებ ტყემლით? ბატონო. საშა ბატონო, მითხარი სადამდე გავაგრძელო ეს პროცესი, ბევრი რო არ მომივიდეს. აბა, ბევრი არა. საკმარისია? ნამდვილი ღომის მოსხარევი. კარგი. მე კოკით წყალი მქონდა მოტანილი. აგერ არის. მანდ გადავდე, ხო? მოგართვათ? მე ვიცი რა არის, მანამდე მწვანილი რო არ ამოგვიშრეს, ამას დავასველე. ვითი ვიწყებთ? კაკალი, ახალი ქინძი. ოჰო. რა სურნელია. მე მაგას დავაორგანიზებ, პროცესში ხელი არ გაშვეს. კარგი, კარგი. ჭიქები აქ ამაკ, ხო? ჭიქები მაქვს. ესე იგი, ჩვენ დაახლოებით რამდენი ავიღეთ ტყემალი? ალბათ 5 კილომდე, ხო? როგორ შვები ამას? აი ესე ხო, აი, ნახე, ნაზად. აი, შეგენერს. რა მაგარი მოსწავლია რა. ფანტასტიკური. ესე იგი 5 კილოგრამ ტყემალზე დაახლოებით დაგვჭირდება. წვანილი არა, ისეთი რაღაცა რო ბევრი თავარია ცოტა არ იყოს, ბევრი იყო. ბევრი იყოს. ახალი აყვავილებული ქინძი, შემდეგი რა მოგაწოდოთ? ხელნოში მოვდგათ. ორივე ქვაბი უკვე მზად გვაქვს ცეცხლზე შემოსადგმელად და მე მგონი უკვე უნდა დავიწყო. დავიწყოთ? კი ბატონო. შენ მე საშას მოვეხმარები. შენ შეგიძლია ახალგაზრდა ბიჭი ხარ და უკვე თავისუფლად შეგიძლია ძიმეების ტარება. შეგინაცვა. აბა. აჰა. საშა ბატონო, მე წყალს მოვიტან დავას. ბოლომდე? აბა ანდრია, შენ იცი. დაახლოებით რამდენი უნდა იყოს დაშორება წყალსა და ღერღილს შორის, რომ კარგად მოვხარშო. ბევრი რო არ მოგვივიდეს წყალი. თვალით? თვალით ახლა მაგი კილოგრამ ღერღილზე დაახლოებით დაგვჭირდება 3 ლიტრი 3 წყალი. ლიტრო წყალი მაინც უნდა, კი. ეს ჩოგანი სახში თუ არა გაქვთ ამ სიგრძე, შეგიძლიათ პატარა ჩოგანი გქონდეთ, მაგრამ ეს კარგია. თან თუ წყალში ჩავარდი, შეიძლება ადვილად გამოხვიდე კიდევაც წყლიდან. მე ვითხოვ ამ ჩვენს ხელდახელ მოწყობილ სტუდიაში გამოჩნდეს დღევანდელი ვიდეოს მთავარი პერსონაჟი. ხალია თუ კაცია გზაში გავარკვევთ, მაგრამ ვიცი რომ გოჭია. გოჭის გაჩნდა. გოჭი წინასწარ უკვე დამუშავებული აქვს, შევს. ლაყუჩები მოცლილი აქვს და დატოვებული აქვს მხოლოდ და მხოლოდ ენა. ეს ყველაფერი ჩვენ შამპურზე უნდა გავაკეთოთ. ალბათ ამას ემსახურება ყველაფერს, ხო? შამპურზე თუ? სარზე. კი ბატონო. ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ და ვაკეთებთ ყველაზე მთავარს გოჭის შეწვის დროს, ეს არის მუცლის არომატიზირება და გემოს მიცემა. რასაც საკმაზი ქვია, რაც სამეგრელოში უმთავრესი თავარი სამზადისია ხოლმე გოჭის შეწვის დროს, ხო? მე ასე ვიცი, სმენია. კი ბატონო. კარგი, რითი ვიწყებთ? კაი აჯიკა დამნაყოთ. ვახოს გავაკეთებინო? მოდი უსტუმარია და გავაკეთებინო. კარგი. რა გვჭირდება? ნიორი, ხმელიწაკა, უცხო, კონდარი, კაკალი. კაკალიც გოშო. დაუშვი? აი მარილი. რამდენი უკნა შეფ ნიორი? ხო, რა გითხარ, ყველაფერი ბევრი. ანდრია, შენ გეცოდინება მარილი რატო გჭირდება ეხლა? კარგად გაიხსნას კონსტიტუცია. კი ბატონო. მივიღოთ, სისველე მივიღოთ და გამოვიტანოთ და გამარჯობა შენ. წიწაკა. მარცვლიანად, ხო, აუცილებლად. ოჰოჰოჰო. საშა ბატონო, ეს უხეშად დავნაყო თუ აჯიკის ფაქტურა მივცე? აჯიკა, ხო? აჯიკა უკვე მზად გვაქვს.
და დრო დადგა ჩვენ თავარ გმირს მოვაცხოთ, ხო? მივაცხოთ თუ როგორ ვქნათ? მივაცხოთ. ესე იგი, გოჭისთვის უმთავრესია რომ შეუქმნათ შიდა არომატული ბაზა რა. აი წარმოუდგენელია გოჭის შეწვა ისე რომ შიგნით რაღაცით არ ამოგანგლო გოჭი. ეს იქნება მწვანე აჯიკა, ეს იქნება წითელი მეგრული აჯიკა, ხორცის საკმას რასაც ვეძახით. ეხლა ჩვენ იდეაში საშაბატონო ხორცის საკმასი გავაკეთეთ, ხო? რაც ამ მეგროლოში ძალიან ცნობილია. წიწაკა, ქონდარი, ნიური. განგლავთ გოჭს არომატული ბაზით და გეტყვით რა არომატული ბაზაა. მეგრული საკმაზი ქვია ამ ყველაფერს და უმატებთ ნიორს, ცხარე წითელ წიწაკას, ქონდარი, ქონდარი. წიწაკი, ყველაფერი აჯიკა რასაც. არ გვიმხელს არაფერს. ყველაფერს საიდუმლოდ გვიტოვებს რა. მე გეტყვით ჩუმად. ქონდარი, ნიორი, ცხარე წითელი წიწაკა, თუ დაღერღილი გაქვთ, დაღერღილი, თუ არა და ესეთი. მარილი აუცილებლად და ბოლოსკენ ცოტა წყალი დაუმატეთ, იმიტომ რომ შეკრული მასა გექნებათ და ცოტა რო გაფანთ. თუ გინდა ცოტა ცხიმიც დაუმატეთ ზეთის სახით, რომ კარგად გახსნას და უფრო ადვილად წაუსვათ, ხო? ყველა სეკრეტი ითქვა, ხო? ხო. შეგვიძლია უკვე ესე გაუშვათ და სულ ცოტა ხანში უკვე აღმოჩნდება სარზე, რომელიც ანდრიამ სხვათა შორის სპეციალურად ამ ჩვენი ვიდეოსთვის შექმნა. ესე იგი, ტყემალი მოვხარშეთ და დროა შევკმაზოთ უკვე ჩვენი მოხარშული ახალი ტყემალი და ვკმაზავთ შემდეგი ბაღჩეული კულტურებით, კონკრეტულად მწვანილეულობით. გვჭირდება ბომბალო, ქინძი, კამა. კამაზე მithქმა მოთქმა რომ ზოგი ცერეცოს უმატებს, ზოგი კამას და ეგ როგორ ხდება? თბილისში ცერეცოს ვერ ვშოულობთ ვერსად. და კამა დასავლეთში. კი ბატონო. ესე იგი, კამა, ქინძი, ომბალო, ნიორი. მოდით მე ხა მწვანე წიწაკა? მწვანე წიწაკა გზაშიაო ამბობენ. ესე იგი, ანდრია მივამაგრეთ გოჭზე და დიდებულად ართმევს თავს გოჭის ტრიალს. ყველაზე მთავარია ძალიან რუდუნებით და თანმიმდევრობით ატრიალოს გოჭი, ხო ბატონო საშა? ბატონო. მე ხა მაშინ თქვენს ასისტენტად დავდგები და გავატარებ მწვანილს. კი ბატონო. აბე ზარა მქვიაო, მქვიაო, დუდუდუდუდუ, მოდის გარაც. მწვანილები უკვე გავატარეთ, ნიორი და მწვანე წიწაკა და დრო დადგა, ეხა უკვე გავცრათ. ბატონო საშა, თუ რა ვქნათ, გავჭყლიტოთ თუ რას ვეძახით ამ ტყემლის თუშფალანგში გატარებას? ალბათ დაჭყლეტვა, ხო? დაჭყლეტვა. ესე იგი, კირკაჟები უნდა ამოვიღოთ. ოჰოჰო, რა ცხელია და რა სურნელი ტრიალებს, რა სუნია. ეს ხდება პავლოვანი ქინძი. ოჰოჰო, პავლოვანი ქინძი არის? გადასარევი რაღაცა და თან ყველაზე მთავარი რა არის, იცი საშა ბატონო? ბოლი. აი ხა რო აიკიდა ბოლის სუნი, გადასარევია, გადასარევი. ესე იგი, პროცესი მარტივია, შეგიძლიათ ცხელიც გააკეთოთ ეგ, მაგრამ ხელი რო არ დაგწვათ და მსგავსი პრინციპით ცოტა გავაგრილოთ და მარტივად გავაკეთებთ, მაგრამ მთავარი რაც არის, არ შეგეშინდეთ, რომ ესეთი ცოტა მოჟამული ფერი აქვს ტყემალს, იმიტომ რომ ჩვენ ტყემლის, მწვანე ტყემლის ეფექტს, რა თქმა უნდა, გატარებული, დამატებითი მწვანილებით შევძენთ იმ ფერს, რაც ტყემლის, მწვანე ტყემლის თავარი ამბავია რა. კი ბატონო. ისეთი აქტოვანებული ვარ, ვერც კი წარმოიდგენ, იმიტომ რომ ბავშვობაში მოგზაურობ. აი, დღეს ჩვენ შევქმნით დროის მანქანა. სუნით ვიგებთ იმ ბავშვობის ემოციებს, რაც ბავშვობაში ყველაზე ხშირად იყო ჩვენს რეალობაში. დრო დადგა უკვე შევაზავოთ ტყემალი. ეხლა საშა ბატონი გვეტყვის რებს უმატებთ პირველ რიგში. მწვანე წიწაკა, ომბალო, კამა, ნიური. დავიწყოთ, რითი ვიწყებთ? არა, გიშლობა. მწვანე წიწაკი დავიწყოთ. კაი ცხარე გამოგვივა. ნიორი.
ო, აი ახეთ წვანე წიწაკა როგორც კი დაუმატეთ, გახალისდა. ფერი შეძინა. ეხა კამაა მე მგონი, ხო? ბატონო, ონბალო კამა. ონბალო კამა. უფ, გადასარავ ფერზეა. if, ეხა მე კარგად ამოურევ ამ ყველაფერს. მარილი არ დამიმატებია, მე მგონი თქვენც არ დაგიმატებიათ, ხო, საშა ბატონო? მე საიდუმლოს გეტყვი. ყოვზი მაქვს. ყოვზით გავსინჯავ ეხა. კარგად ამოურიოთ კარგად. აუ რა ვაგარია? თითო. აუ! მარილი უნდა ცოტა. სიცხარე ცოტა მეტად უკრა. კი. უნდა მოვიტანო წიწაკა? არა, კაია. ოჰოჰოჰო. ხაებრივი ფერია. გავსინჯოთ. კაია, ხო? მე გავსინჯოთ. მგონი ცოტა სიცხარე უნდა კიდო. სიცხარე უნდა, მე მგონი წიწაკა გვინდა ცოტა. არა ცოტა უნდა. არა, მაგრამ ბოლოში მოდის. კაია. უნდა. სანამ ანდრია წიწაკას მოგვიტანს, გავუშვით წიწაკაზე და ღერღილზე, მანამდე ჩვენ უნდა ღომს მივხედოთ და გოჭიც მე მგონი უკვე ტიტკმის და მზად არის, ხო? ავიძია. ხო, მორუჯულ, გარუჯულ. აი შორი დამტკბები რა. კაი, ღომიც ჩავზილოთ და გოჭიც უკვე ცოტა ხანში მაგიდაზე გაჩნდება. გამოიღე. აბა, როგორ დავაბრძანო, მითხარი? აი! და წაიღე მაისარი შენ. სარი მაინც მე რო შემჩაბოლოში აიგარი. აიგარი. საშა ბატონო, მე მგონი ღომი უნდა დავსცეთ. მაგრამ სანამ ღომს დავშოთ, წიწაკა არ დაგვაიწყეს. წიწაკა არ დაგვაიწყეს ტყემალში. აბა რა, ნახე როგორი წიწაკა გავაკეთეთ. ეხავე. აჰა. აბა. if. აბა ნახე. ეს საჰაერო დარტყმა იქნება, ანდრია. ეს არის ჩათვალე, რომ გასტროენტეროლოგიური პროცესი. უხდება რა. ამას შევინა, ეს ხეს ჩავდოთ, იმიტომ რომ მე გული მიგზნობს, რომ აქედანვე დავიწყებთ кейპს. ესე იგი, მოდი ეხა ჩვენ ჭიქები აღარ გვინდა და ეგრევე ბოთლებით მივხედოთ საქმეს. რა თქმა უნდა. სანამ ღომს ამოვიღებთ, რა უნდა ვქნათ? 1 2 3 ოპა! კიდევ ერთხელ გაგვემარჯოს დღევანდელ ჩვენ გრძელ დღეს გავუმარჯოს შრომაში რომ გავატარეთ წარმატებებს გისურვებთ პირადად თქვენ და კიდევ ერთხელ გამეორდები რომ გავიცანი კიდე ერთი ოქროს ადამიანი ამ სფეროში მოღვაწე წარმატებები ბატონო საშა ანდრია ძალიან დიდი მადლობა შენ რომ გვიმასპინძლე დიდი მადლობა ქართულ სახს დიდი მადლობა რეჰან კუკინგს და ძალიან დიდი მადლობა ვოლტს იმიტომ რომ არ მიღალატა როგორც ყოველთვის გვერდში დამიდგა და აპა გამოგვიგზავნა. აბა, თან როგორ ისიერად? ხო, აბა. მე მინდა თქვენი სადაგზელო დავლიო. იყურებთ და სწავლობთ და მეცადინეობთ და ეს ყველაფერი ძალიან დიდი საქმეა. გასტრონომიის სიყვარულია და ამ საქმეში თქვენ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თბილისის სიტყვებისთვის, გაგიმარჯოს კიდევ და კიდევ. რეჰანს გავუმარჯოს. ბოლომდე დალეთ ყემლისთვის მიმაქ. აბა, ამოვაბრძანოთ ეხლა მისი დიდებულება. დაღმატებულება ღომი. აგდეთ ღომს და აქ შლით ღომს. შუალედში რომ ყველა მივწვდეთ გემრიელად რომ შევჭამოთ. აბატონო. აბა, ესე ტრადიციულ მეგრულად ეს ყველაფერი ტაბლაზე ხდება და მაგიდაზე იდება ღომი, მაგრამ ჩვენ აქ ტაბლა არ გვაქვს, ამაგერო გვაქვს დაფა, რომელზედაც ამოვიღებთ ღომს. რამის გვიპირებ და არ ვიცი? კი. ახაც ნახ თელი ვიდეოს მსვლელობის დროს თვალებით გვეთამაშებოდა და არ გვეუბნებოდა. ჩვენ ხო რაღაცებს გვაკეთებინებთ და თვითონ თურმე სხვა რამით იყო დაკავებული. რა ხდება, აბა მითხარ. სვანური ძველი კერძია ეს, დუდაშ წველი. დაგმეა, არ გამიგია. გაწურული მაწული რას მეუბნე? და წიწაკა
ცხარე წიწაკით ეს ღომში თვითონ უნდა გავსინჯო. აუ! და გოჩთან ერთად. საოცრები. გოჩს მე მივყენ. უკვე თუ ეხა უნდა გავაკეთოთ. არა, მე მზად ვარ ყველაფერი. მომზადებული კაცი. მზად ვარ. გეუბნები რა, მომზადებულია რა. ნახე რა, შეიარაღებულია. ნახე, მეთქი რა არის მეთქი, ვერ მიხსით. ესა გაწული მაწული თავის აჯიკაში. ეს აჯიკაში მეგრულ აჯიკას სვეროვე ხსისია? აბა მენტირებული წიწაკა არის. ხო. დუღთა, დუღს. აა ესე აკეთებდა მამიდა ჩემი, სვანეთში. ხო, ნუ ეს სვანებში ვიყავი და ეს ძალიან დამაინტერესა ამ კერძი. ხედავ რა ვარ სვანები? ეს ძალიან მაგარი იქნება მე მაშინ რა ქვია ანდრია თქვენ რო გაქვთ სვანეთში კარტოფილი და ყველი გადაზელი თაშმიჯაბში. თაშმიჯაბში ჩადებული ძალიან გემრიელი იქნება ნახე. რაღაცებიც მე ჭამ რაღაცებს ნიჭიერი კაცია. გავსინჯეთ. კარგი დავიწყოთ გოჩს აბა რა აი მე შევ. გოჩზე მოტეხე ვახო გოჭი. პარკალე მიდი. ნახე. მე უბრალოდ დავტყბები იმით, რომ ყველაფერი გამზადდება. ოჰო აბა საშაბატონო აუ ნახე აჰა, ეს თხემი. არა უნდა ნახე შეხედე ანდრია ეს აიღე საშაბატონო აიღე აბა 1 2 3-ზე ჯერ მარტო ეს უნდა სამაგალია. რაო. მაგარია. მე ახლა ხომი ახლა ხომი თუ გავიჩინდა. აუ. მე ვიზა ამოვიღე. ყემალი. შენ წემალს მიხედე ანდრია ხო. რა ფუსფუსია. აუ. პირველი სიცხარე უნდა მივიღოთ და აბა. ამა აბა. აუ. რა კაია. აუ. ბრავო. ვახო ეს რა ყემალი მოხარში, ჰა? ჩემი თავზეც კი არა ჯერა ისეთი გემრიელია მე სვანური კერძი გავსინჯოთ. აბა 1 გავსინჯოთ. 2 3 Bravo. Ძალიან. აი ვერ ჩერდები რა. არ უნდა გაჩერდე. მინდა რომ გაჩერდე და ვერ ჩერდები. ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენ გავაგრძელოთ. და ვიდეო დავამთავროთ და ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენ გავაგრძელოთ. დიდი მადლობა ვოლტს დიდი მადლობა შავლომს დიდი მადლობა ქართულ სახს დიდი მადლობა ანდრიას დიდი მადლობა საშას დიდი მადლობა ვახოს კარგად გზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე ხელს ვერ გიქრებ ეს ამაკ ამ სიყვარულით გოჭიანი მაკელი გოჭიანი მოსი ხატ ყემალებს. სერიოზული კერძია.